ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ რა მოხდა ახალი და საინტერესო დღეის მანძილზე ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში, მაშინ თქვენ არც არხი შეგშლიათ და არც გადაცემა. ეს არის პროგრამა ინფორმატორის 10 საათიანი გამოშვება ლაილაისთან ერთად. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა სილამაზის კონკურსის მის საქართველოს მის მსოფლიოსათვის ფინალური შოუ კონცერტი, რომლის ორგანიზატორიც მის მსოფლიოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სამოდელო სააგენტო იმიჯ ცენტრი გახდათ. გამოვლინდა საქართველოს ყველაზე ლამაზი მანდილოსანი, რომელიც ჩინეთში კუნძულ სანიაზე მის მსოფლიოს კონკურსში საქართველოს ღირსებას დაიცავს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჟურის თავმჯდომარე ქალბატონი მაკა ასათიანი გახდათ. მის საქართველოს მის მსოფლიოსთვის სწორედ ასეთი კონკურსი იმართება დღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში და ძალიან მალე გავიგებთ თუ ვის გადაეცემა 20 გოგონა და ნაეს გვირგვინი. Ban მეორე კურსის სტუდენტი, სწავლობ იურიდიულ სულს ახდენს. მინდა ვიმეცორო ქვეყანაში და ვიცოდე ბევრი უცხო ენა. აგრეთვე გადაწყვეტილი ვარ მუსიკით, მღერი და ვუკრავ ფორტეპიანოზე. მე მიხარია რომ სილამაზის დღესასწაულზე მიწოს გამოსვლა და ამათი გვერდით თანადგომა და კიდევ ერთი დღესასწაულია რომელიც რა დღესასწაულით საქართველოს წარადგენს საზღვრებს გარეთ და ძალიან სასიამოვნოა ამ სილამაზის დღესასწაულზე ყოფნა. ძალიან რთული იქნება იმის გამო რომ ყველა გოგო არის ძალიან კარგი. კარგართა ვართ ყველასადმი განწყობილი და ძალიან გაგვეჭირდა მართალი რომ გითხრათ და ჩვენ გულებს სათითაოდ ყველას მივცემთ და იმის დამიხედვით რომელიც ყველაზე მეტყულას დააგროვებს. ასე ახლა ვერ დავასახელებთ ალბათ რა თავ შევიკავებთ რა. ხო მაგრამ რაღაცა აზრი საერთო აზრი გამოიკვეთა ალბათ და არის უკვე ამის არჩევანი გაკეთება. რა თქმა უნდა წარმატებებს იმ დიდ კონკურსზე რომელზეც გაიგზავრება ის და რა ვიცი ჩვენ ყველანაირად ხარს დაუჭერთ და უშემატკივრები ვართ მის. მუშაობთ ნორმალურად, იმიტომ რომ ჟიურის ყველა წევრის აზრი ესა რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ყველაფერი იყიდოს სილამაზის გარდა. იმიტომ რომ ჟიურის თავმჯდომარე ხა ისეთი ლამაზი ყავს რომ ვადარებთ რომ ესეთი გოგო მოვძებნოთ რომ ეს ხუმრობით რასაკვირველია და ჩვენ უსურვებთ გვინდა ყველა ჟიურის წევრს რომ ეს გოგო და რომელიც წავა მის მსოფლიოზე რომ ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს სახე. ნომინაციაში ხალხის სიმპათია ცოტა ნათია დუმბაძე. ნომინაცია მის მეგობრობა
ირინა აფხაძე. ძალიან რთული დღეები ქონდა. დილის 8 საათიდან ღამის პირველ საათამდე ვარჯიშები ქონდა, ფსიქოლოგია მეტყველება, სიარულის ხელოვნება, დეფილე და მაგრამ მაინც ძალიან კაი იყო, გოგოები ვერთობოდით და რა ვიცი, ყველას გამარჯვების იმედი გვაქვს და ბოლოს რა იქნება, არ ვიცით. მიენიჭა ნინო ქობალიას. გამარჯვების შემთხვევაში, რა ვიცი, ძალიან გამიხარდება და არც კი ვიცი, ალბათ ძალიან დავიბნევი. პირველი ადგილის მფლობელი გახდა და ტიტული მის საქართველო 2003 მიენიჭა ირინა ონაშვილი. ვიცე-მისი ელეგანტურობა გახდა დინა გოსარენკო, დილოცავიდა. ბასე ჯანიკაშვილი ასრულებს ჯგუფ მწვანე ოთახის ახალ კლიპზე მუშაობას. საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ კლიპში ბასა არა მხოლოდ რეჟისორის ამპლუაში მოგვევლინება, არამედ იგი კლიპში ერთ-ერთ როლს თავად ასრულებს. მორჩით გადაღებები და ახლა ვართ მონტაჟის პროცესში. ეს არის ახალი სიმღერა მწვანე ოთახის ახალი ალბომიდან, სიმღერას ქვია Love Story. ინგლისური სახელის მიუხედავად, ტექსტი ქართულია. და შემიძლია გითხრათ, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ დამეცვა ეს ხასიათი, რომელიც სიმღერაშია და თქვათ არ გამოსულიყავი რაღაც ჩარჩოებიდან. მუშაობთ. ვეძებთ კაცს, რომელიც მოუხდება ახლა სიმღერის აზრს. დავარი ჩვენ გვაქვს იდეა, რომელიც გვინდა რომ იყოს ხასიათში ინტეგრირებული ამ სიმღერასთან და არა მოვარდეს საერთო ჟღერადობიდან. ეს გამოგვიდა თუ არა იქ მაყურებელი გადაწყვეტავს ამას, ასე რომ კლიპი იქნება სულ მალე. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი კარგი სიმღერა მწვანე ოთახის შესრულებით. ქაროსლაში მოყვარულ ფოტოგრაფთა ფოტონამუშევრების გამოფენა მოეწყო. სხვათა შორის ამ ნამუშევრებმა ესპანეთში, კატალონიაში გამართულ ფოტოკონკურსზე გაიმარჯვეს და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გამარჯვებული 6 ქართველი ბავშვი აღმოჩნდა. თვითონ ესპანეთში, კატალონიაში პროფესიონალი კულტურის სპეციალისტები, ფოტოგრაფები აფასებენ ამ იმას, ახლა მარტო ერთი ქვეყნიდან არ არიან, ხო ისინი. მათი შეფასება მე მგონი საკმაოდ კვალიფიციური არის. იცით რა, ახლა მე ორგანიზატორი ვარ და მეორე მხრივ თვითონ ის საკმაოდ გულშემატკივრობდი ამ ხალხს და რასაკვირველია, მე ძალიან მომწონს ესენი. ისევე როგორც ქართველებს, ასევე სხვების ნამუშევრებს. ბავშვების დონისთვის ესაა საკმაოდ კაი ნამუშევრები. გამარჯვებული მე მგონი ქართული მხარე, იმიტომ ძალიან ბევრი გააკეთა ამ ფოტოკონკურსისთვის, რომ მომხდარიყო და ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნამუშევრები ქართულ მხარეს ჰქონდა წარმოდგენილი ჩემის აზრით. მინდოდა რომ ესწავლო ყოველთვის და
ფოტოგრაფს? აუ, მიყვარს ფოტოგრაფია. რა გითხრა? ну, რა ვიცი, რამდენადაც ვიცი, ყველანი ერთ სკოლაში დავდივართ, ფოტოსკოლაში, სეპია ქვია. ჩვენ ერთი პედაგოგის მოსწავლეები ვართ. ორი გვაკლია. ორი ბიჭი. და ну, რა ვიცი, ვიღებთ და მოგვწევთ ჯერჯერობით. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეს არის ჰობი და იმედი გვაქვს, რომ როდისმე პროფესიონალურ საქმიანობაში გადაიზრდება. ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი გვაქვს ჩვენ. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა რკინიგზის სადგურზე 7 ქართველი მხატვარი დააფიქსირა, რომლებიც ბაქოში მიემგზავრებოდნენ. ბაქოში ისინი 6 დღის განმავლობაში საკუთარ ნამუშევრებს წარადგენენ. ამ პროექტს მეტად გამჭვირვალე ჰქვია. გარეთ გავა, სიგარეტს მომწევ და შემიძლია. გამოფენას 7+7 უფრო გამჭვირვალე ღებულობენ აზერბაიჯანელი ხელოვანების მონაწილეობას და ჩვენ. ეს რაღაც ესე ერთობლივი პროექტი იქნება ოღონდ ჩვენ ვაპირებთ ამ გამოფენის შემდეგ გაგრძელებას თბილისში და ალბათ საზღვრებს გარეთაც. რა ეს მომავალში ეს გამოფენა უფრო განვითარდება, ეს პროექტი უფრო სწორად. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამიერკავკასიაში გამოფენის გაკეთება ძალიან რაიმე კომატს ახსენა, ალბათ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეხლა დასავლეთში გამოფენის გაკეთება, რაღაცა ისეთი ჯერ მშობლიური ის არის ადგილია და მე აი ამ ურთიერთობების განახლებას დავარქმევდი, იმიტომ რომ ადრე იყო და მე რაღაცნაირად გაწყდა. ალბათ მნიშვნელოვანია. ეს არის ასევე არა მარტო არტ აქცია, არამედ ასე ვთქვათ, სოციალური და პოლიტიკური აქციაც, იმიტომ რომ ჩვენ ამითი გვინდა ხაზი გაუსვათ, რომ ჩვენი ქვეყანა და ამიერკავკასია და სამხრეთ კავკასია კონკრეტულად უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე, ანუ უფრო ასე ვთქვათ, დემოკრატიული, ეს უნდა გახდეს დემოკრატიული სივრცე და ამ ხრივ ჩვენმა კოლეგებმა ჩვენ ასე ვთქვათ, ხარი აგვიბეს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.